მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ საკითხს, რას გეტყოდათ მისი სული ახლა. ეს არის არ ვიცი, სიმართლე გითხრა, ვისთვის განკუთვნილი გაშლა, ამიტომ ჯერ გავაკეთოთ იდენტიფიკაცია და იდენტიფიკაციის დროს თუ თქვენი სიტუაცია ამოვიდა, გააგრძელეთ ამ გაშლის ყურება. სხვა შემთხვევაში ეს გაშლა თქვენთვის არ არის. მოკლედ ასე, დახუჭეთ თვალები, ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, ჩაიფიქრეთ ადამიანი კონკრეტულად, რომ გავიგოთ, რას გეტყოდათ თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანის სული ახლა. ჩვენ ვიცით, რომ რეალურ აქ მიწიერს მატერიალურ სამყაროში ადამიანები ვურთიერთობთ, კომუნიცირებთ ერთმანეთთან, სხვადასხვა ვერბალური თუ არავერბალური თუ სხეულებრივი ენის გამოვლინებით და გამოყენებით, თუმცა სულების დონეზე კომუნიკაცია, სულების დონეზე ერთმანეთთან კავშირი, ეს კიდევ სულ სხვა რაღაცაა და მე დარწმუნებული ვარ, თითოეულ ჩემს მსმენელს უბრალოდ აქ არ იქნებოდით და არ იქნებოდით ჩემი მსმენელები, მსგავსი განცდა რომ არ გქონოდათ, აი მაგალითად წლები, თვეები შეიძლება ადამიანს არ შეხვდე, მაგრამ აი გაქვს იმის განცდა, რომ ის ადამიანი მაინც შენ სივრცეში ტრიალებს, მაინც სადღაც არის. ესეთი განცდა შეიძლება იყოს მათ შორის გარდაცვლილ ადამიანებთან მიმართებაშიც, იმიტომ რომ სული არის ნამდვილად უკვდავი და ეს სული იცვლის უბრალოდ ფიზიკურ გამოვლინებას, თორემ სული ნამდვილად არის უკვდავი და არის უზენაესიმეს უმაღლესი გამოვლინება. ეს პატარა შესავალი მათთვის, ვინც უბრალოდ არაკორექტულ კომენტარებს წერს, მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვს საკმარისი ცოდნა იმ საკითხების მიმართ, რა საკითხებიც აქ ჟღერდება და ყველას გასაგონად მინდა ვთქვა ჩემო მეგობრებო, რომ თუ თქვენ არ გაინტერესებთ ამ არხის კონტენტი, თუ თქვენ არ გაინტერესებთ ამ არხზე გაჟღერებული ინფორმაცია, არავინ არ გთხოვთ თავისთავად ცხადია და მით უმეტეს არც გაიძულებთ ამ არხზე დარჩენას. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნებისმიერი ტიპის ნეგატივი შეინახეთ თქვენთვის, ვისაც ეს გაგაჩნიათ და ვისაც ეს ეხება, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მე აქ პირადად მე ვუზრუნველყოფ სივრცეს, რომელიც არის გაჯერებული სიყვარულით, რომელიც არის გაჯერებული ერთმანეთის პატივისცემით, რომელიც არის გაჯერებული ერთმანეთის მხარდაჭერის და გაძლიერების სურვილით, ამიტომ ნებისმიერი ნეგატივი, რომელიც ამ სივრცეში შემოდის, აქ უბრალოდ ფეხს ვერ იკიდებს და ვერ ჩერდება. და ამის მაგალითები ძალიან ბევრი მაქვს, არც ერთ კომენტარს არც ვბლოკავ და არც ვშლი. და ვბლოკავ მხოლოდ იმ კომენტარებს, რომელიც არის სიძულვილის ენით შემკული და ასე შემდეგ და ესეთი სხვათა შორის აი ამ მთელი ერთწლიანი ფაქტიურად პრაქტიკის განმავლობაში უკვე, იმიტომ რომ შარშან მაისში გაიხსნა ეს არხი, არ მქონია, მადლობა ღმერთს და მადლობა შემოქმედს ამისთვის და სამყაროს, თუმცა არის რაღაცა გამოერევა ხოლმე ესეთი და ამიტომ ყველას გიბრუნებთ იმას, რა განწყობითაც ხართ თქვენ ჩემ მიმართ და ეს არის დამიჯერეთ და მერწმუნეთ ძალიან სწორი და რაციონალური. იმიტომ რომ ნებისმიერი ენერგეტიკული მიმოცვლა, რაც ხდება ადამიანებს შორის, ხდება ზუსტად სულების დონეზე. და ეხლა ვნახოთ, რას გეტყოდათ მისი სული ახლა. იმისათვის რომ გაიგოთ ეს გაშლა თქვენია თუ არა, ნახოთ თქვენი ენერგია, ჩემი მსმენელის ენერგია ვნახოთ, რა ხდება, ნახოთ თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანის ენერგია, რა ხდება და ვნახოთ რა ხდება თქვენს საერთო სივრცეში. დასტის ბოლოს გვყავს, რასაოცარია, დასტის ბოლოს გვყავს აკარი იმპერატრიცა, იმპერატორი ქალი. და ის მონაკვეთი, რომელიც ჩამოვარდა ბაჯდა თასების
დედოფლის ენერგიაზე. საინტერესო გაშლა გველის ღმერთო, იმპერატრიცა, იეროფანტი, სიკვდილი, ცხრიანების ხმლები, არკანი, ეშმაკი. აი მე გიხსენეთ წეღან რომ გრძნობთ უხილავ კავშირს, უხილავ ენერგიას იმ ადამიანისას თქო და აი ზუსტად დამიდასტურა დასტის ბოლოს ყველა არკანმა. ნახოთ ახლა თქვენს შემთხვევაში ვინ აყვავს აქ წარმოდგენილი, მსმენელი, ცხრიანების თასები გვაქვს, ათიანების ხმლები და პენტაკლების მეფე. აი პირდაპირ მოვიდა ადამიანი, პიროვნება, რომელიც ჩაიფიქრეთ პენტაკლების მეფის ენერგიით. აქ თქვენ შემთხვევაში შემოკარგებო მე ვიტყოდი რომ თქვენ გაქვთ ორმაგი გამოვლინება თქვენი ცხოვრების, მოკლედ თქვენ თავს ავლენთ ორი სახით. ერთი ეს არის სახე, როდესაც გარეგნულად ტკბებით ცხოვრებით, ირგებთ ყველანაირ სიკეთეს, რაც სიცოცხლეს ზოგადად ახლავს თან და ამით ძალიან ბედნიერდებით და ივსებით. თუმცა მეორეს მხრივ აქ არის ენერგია, სადაც აი თქვენ თავთან მარტო როცა რჩებით, აი ძილის წინ როცა თვალებს ხუჭავთ და ის ერთი გარდამავალი წამიო რო იტყვიან, აი აქ, აი ამ მომენტში თქვენ სწორედ იმ ადამიანზე ფიქრობთ და ეს არის ძალიან ხშირად. შეიძლება ამას ვერც აცნობიერებთ, იმდენად უკვე ავტომატურად ხორციელდება ეს ყველაფერი თქვენს სივრცეში, თუმცა ეს სიტუაცია თქვენ ენერგეტიკულად გტვირთავთ და ემოციურად ძალიან მომენტებში ნამდვილად გთრგუნავთ. ადამიანი, რომელზედაც ფიქრობთ, აღწეროთ პიროვნება, რადგან თვითონ გამოვიდა ადამიანი აქ, ადამიანი, რომელზედაც ფიქრობთ, ეს არის პიროვნება საკმაოდ ქარიზმატული, მე ვიტყოდი, საკმაოდ ძლიერი ხასიათის მქონე პიროვნება. ხანდახან შეიძლება იყოს ჯიუტიც, თუმცა ეს ჯიუტეც რაღაცნაირი ქარიზმით აქვს შეფუთული. არის ძალიან აქტიური სოციალური პიროვნება, რომელსაც ყავს აი ბევრი ნაცნობები. ეს სოციალურობა არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა სოციალურ სივრცეში, Facebook-ზე, Instagram-ზე და ასე შემდეგ აქტიურობ. შეიძლება პირიქით საერთოდ არ ქონდეს ეს სოციალური გვერდები, მაგრამ ნასანაცნობოწრე ყავდეს ძალიან დიდი, ვისი იმედიც შეიძლება ეს პიროვნება იყოს, ვისი აი ვინც ახსენდებათ მაგალითად ადამიანებს, როცა რაღაცა გაჭირვებაში ვარდებიან და ნუ აი იციან, რომ ის ადამიანი აუცილებლად დაეხმარება. თუმცა ეს არ არის, მოდი ესე ვთქვათ, რაღაც ესეთი სულიერი პიროვნება იმ თვალსაზრისით, რომ აი ვინც მასთან მოვა სათხოვარზე, აუცილებლად ყველას მოდი ბრჭყალებში გამოვიყენებ ეკლესიურ ტერმინს და შეიწირავს და ყველას ფეხქვეშ გაეგება, ეცდება ნამდვილად, იმიტომ რომ ენა აქვს ძალიან კარგი და კომუნიკაციის უნარი აქვს ძალიან კარგი, მაგრამ ყველას ნამდვილად ცდილობს გულით უნდა, ნამდვილად, მაგრამ ყველას ფიზიკურად ერთი ადამიანის ენერგია ვერ ეყოფა. პიროვნება არის საკმაოდ შეიძლება იყოს აი ფულის ენერგიასთან საკმაოდ დაახლოებული ადამიანი, შეიძლება იყოს პიროვნება, რომელიც უშუალოდ ფინანსების მიმართულებით საქმიანობს, ან აქვს საკუთარი ბიზნესი, ან ყოველ შემთხვევაში მისთვის ეს ფულის ენერგია უცხო არ არის. აი ეს არის თქვენ მხარეს სიტუაცია, რაც ხდება, ჩემი მსმენელები, მოკლედ, თუ თქვენი მხარეც იდენტიფიცირდა და სამივე იდენტიფიკაციას მოусმინეთ და ისე გადაწყვეტეთ ეს გაშლა არის თქვენი თუ არა. ეხლა ვნახოთ ადამიანი, რომელიც ჩაიფიქრეთ, ხუთიანი პენტაკლები ყავს მის ენერგიაში, არის არკანის სულელი და არის შვიდიანი პენტაკლები. ჩემო ძვირფასებო, ჩაფიქრებული ადამიანის ენერგია ამ ეტაპზე არის გარკვეული ტიპის მოლოდინი,
რომელიც ამ ადამიანს ნამდვილად იცით როგორ არის თითქოს აი აი როგორც თქვენ ხართ ორ ენერგიაში რომ რაღაცა გარეგნულად სხვა ხართ და შიგნიდან სხვა ხართ ხო აი ამ ადამიანსაც მსგავსი აქვს. ოღონდ ნახეთ რეალურად ეს არის პიროვნება თქვენი ეს ყველაფერი გადის ემოციებზე, შინაგან ბრძოლებზე, შიშებზე. ამ პიროვნების შემთხვევაში ეს გადის ზუსტად იქიდან გამომდინარე რომ პენტაკლების მეფე აქაც პენტაკლები დაალაგდა მის ენერგიაში. ეს არის როგორი სიტუაცია იცით, რაც არ უნდა უჭირდეს ამ პიროვნებას აი თითქოს არ იმჩნევს მის გულის ტკივილს, მის სიღრმეს, მის აი სულის წუხილს, ასე რომ ვთქვათ, ვერავინ რეალურად ვერც ხსნის და ვერც იგებს. აი ეს არის და ხანდახან აი შეიძლება შთაბეჭდილება გრჩებოდეთ ისეთი რომ ნუ რა უდარდელი, აი ნახეთ როგორი სულელის არკანი ყავს, აი რა უდარდელი, ამას ხო არაფერი არ აწუხებს, ამას აქვს უპრობლემო ცხოვრება, ნეტა მისი ცხოვრებით ვიცხოვრა, ესეთი ენერგიის მატარებელი ადამიანია, თუმცა სინამდვილეში არის საკმაოდ ღრმა, აი ძალიან ღრმა პიროვნება, აქ პენტაკლების მეფემაც აჩვენა იგივე და სულელის არკანის ენერგიიდანაც მოდის ეს, ჩვენ ვიცით, რომ მასხარები მეფის კარზე ოდითგანვე და არა მხოლოდ, ანუ ბევრ სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებში მასხარა გამოყვანილია პიროვნებად, რომელსაც შეუძლია მათ შორის მეფეს და უმაღლესი რანგის მხედართმთავარი იქნება თუ მმართველს სიმართლე უთხრას სიცილით, უთხრას მასხრობით პირში და ამისათვის არ დაისაჯოს. ხედავთ რამხელა სიბრძნე და რამხელა გონიერება შეიძლება გააჩნდეს პიროვნებას, რომელიც ვითომ ეს ერთი შეხედვით არის ძალიან ზედაპირული და ზერელე. ამიტომ ამ ადამიანს აქვს არაჩვეულებრივად ღრმა ზოგ შემთხვევაში მე ვიტყოდი სევდიანი ბუნებაც, რომელსაც არ ფარავს, უბრალოდ ფარავს და არ ამჟღავნებს გარეგნულად. ნახოთ ახლა რა ხდება თქვენ ორს შორის. 6-იანი პენტაკლები ყავს, 4-იანი პენტაკლები და თასების ტუზი. არ ვიცი, ჩემო ძვირფასებო, აქ იმდენი პენტაკლების ენერგია მოვიდა, რომ სავარაუდოდ ეს კავშირი შეიძლება მათ შორის უკავშირდებოდეს სამსახურეობრივ თანაკვეთასაც. რაც შეეხება იმიტომ რომ აი აქ სულ პენტაკლების მეფე მოვიდა, აქაც ამ ჩაფიქრებული პიროვნების დახასიათების დროსაც მოვიდა პენტაკლები და აქაც თქვენ შორის რაც ხდება, იქაც ორი არკანი პენტაკლების მოვიდა. ეს არის ძალიან უკაცრავად ძალიან ისეთი სიტუაცია როგორ გითხრათ, არის აქ ნამდვილად ეს თემა ყველა არ ამირჩევია, ნახეთ როგორი თასების ტუსი გვაქვს ულამაზესი, ლაჟვარდოვანი ცის და ზღვის ფონზე. აქ ნამდვილად არის ძალიან დიდი ემოციები თქვენ შორის. იმდენად დიდია ეს ემოციები, რომ აი ამ ეტაპზე, ამ ემოციებთან ამ ეტაპზე არა, მე ვიტყოდი, აი ემოციებთან გამკლავებას, ემოციების მართვას სჭირდება გარკვეული დრო თქვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამ დროში უნდა მოხდეს სწორად იმ რაციონალური ფორმის გამოკვეთა, რაც არ იქნება დამაზიანებელი არც ერთი თქვენგანისთვის და არც გარშემო მყოფებისთვის. თქვენი საერთო ენერგია ამ შემთხვევაში არის, აი ნახეთ, უნდა გააზიაროთ და აქეთ 6-იანების პენტაკლებს უჭირავს სასწორიც, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თითქოს რაღაცა პატარ-პატარა, ოღონდ აქ დიდი ენერგომიმოცვლა არ ხდება, აი ზუსტად ისეთი სიტუაცია შეიძლება იყოს, რომ თქვენი მხრიდან, აი ვინც მიყურებთ, მამაკაცები ხართ თუ ქალბატონები, აი ვინც მიყურებთ, იმათი მხრიდან იყოს ენერგო იმპულსის მართვის სადავები. რას ვგულისხმობ ახლა აქ? ნახეთ, აქ ზის მანდილოსანი, რომელსაც კალთაში უდევს გასაღები და ჩახუტებული აქვს 4 პენტაკლი. აი ამ შემთხვევაში თითქოს ამ სიტუაციის
ოღონდ ეს არ ხდება ესე რეალურად თვალსაჩინოდ, აი სულების დონეზე რადგან ვარჩევთ, აი ესე წამომყევით და ესე იაზრონეთ. თითქოს თქვენ მართავთ ამ პროცესს. რაღაც შეიძლება ფიქრობდეთ ამ სიტუაციაზე, ძალიან მცირე დოზით კომუნიკაცია გქონდეთ რაღაცა ფორმით ამ ადამიანთან და ხვდებოდეთ, რომ იქიდანაც უკავშირი გიბრუნდებათ. ეს შეიძლება არ იყოს მანდამაინც რაღაცა სიტყვები ან ქმედებები ესე გამცალსახად და თვალსაჩინოდ გამოხატული, მაგრამ რეზონანსი ამ ენერგიას, რომელსაც თქვენ უშვებთ ამ ადამიანის მიმართულებით, ნამდვილად აქვს. თქვენ ორ შორის არის უდიდესი, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, უდიდესი სიყვარული. ეს არის ძალიან ღვთიური სიყვარული, თუ შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ ენერგია, რომელიც თქვენ ორს შორის ტრიალებს, არ არის მხოლოდ აქ და ახლა მყოფი ენერგია და თითქოს აი სიყვარული, რომელმაც დროს გაუძლო. ესეთი, რომლისკენაც მუდმივად ვისწრაფით ადამიანები, სიყვარული და ემოცია, რომელსაც ხშირად გვაჩვენებენ ფილმებში, ვკითხულობთ წიგნებში თუ ასე შემდეგ და იშვიათია. რეალურად, აი ეს არის ეს ემოცია, რაც თქვენ შორის ტრიალებს. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, თუ ეს რეზონირდა თქვენს შემთხვევაში, აი ახლა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ უშუალოდ გაშლაზე და ვნახოთ კონკრეტულად რას გეტყოდათ მისი სული. ხო, რას გეტყოდათ მისი სული. აი თუ მოусმინეთ იდენტიფიკაციას, მხოლოდ მაგ და დაემთხვა, მხოლოდ მაგ შემთხვევაში უყურეთ ამ გაშლას. ნახოთ, რას გეტყოდათ ჩაფიქრებული ადამიანის სული ახლა. რისი თქმა სურს მის სულს. ნახოთ. ოჰო. და პირველი მოვიდა ქურუმი ქალი. აი მე გეუბნებით, რომ ეს არის ურთიერთობა ინტუიციის, ნამდვილად სულების დონეზე. აი ძალიან სწორად ავირჩიე ეს დასტაც, ძალიან სწორად ავირჩიე თემაც და ნამდვილად დამიდასტურდა. რას გეტყოდათ მისი სული? ქურუმი ქალი, პენტაკლების დედოფალი, მოვიდა მეორე არკანი და 10-იანი პენტაკლები მესამე არკანი. თქვენ ხართ ჩემო ძვირფასებო ამ პიროვნებისთვის სულის ნაწილი, მართლაც სულის ნაწილი. ადამიანი, რომელთანაც ისურვებდა ქონოდა ოჯახი, ადამიანი, რომელთანაც ისურვებდა ყოლოდა შვილები, გაინაწილებინა არამხოლოდ მიწიერი სიკეთე, სიხარული თუ სევდა, არამედ უსასრულოდ ყოფილიყო თქვენ სივრცეში, აი ამას ნამდვილად ინატრებდა. გეტყოდათ ასევე იმას, რომ თქვენ ამ პიროვნებისთვის ხართ ადამიანი, რომელიც უნათებს გზას, რომელიც აძლევს ძალას, რომ იაროს და არ გაჩერდეს. ადამიანი, რომელსაც სხვათა შორის შეიძლება ფიქრებში გეურთიერთებათ, მსჯელობს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, იღებს თქვენთან კონსულტაციებს, ოღონდ ეს ხდება სულის დონეზე. ჩემო ძვირფასებო, და ეს არის ძალიან საინტერესო და ღრმა თემა და აი ზუსტად ეს არის ის უხილავი კავშირი და უწყვეტი კავშირი, რა ენერგიაც თქვენ გაქვთ. მე წეღან გითხარით, რომ აი ვინც ამ გაშლას უყურებთ, არა ჩაფიქრებული პიროვნების, არამედ ვინც უყურებთ, იმ ადამიანებს გაქვთ გასაღებით, ხო? და თითქოს თქვენგან იმართება ეს ენერგეტიკული ველი, თქო, და ნამდვილად ასე, იმიტომ რომ აქ ეხლა რას გეტყოდათ, თქო, და თვითონ ხო პენტაკლების მეფეთ მოვიდა წეღან და ეხლა მოხვედით თქვენ პენტაკლების დედოფლის ენერგიით. ანუ ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც თქვენ ხართ ძალიან ძვირფასი, ძალიან დასამახსოვრებელი ადამიანი და ფაქტობრივად სულის ნაწილი ხართ თქვენ ამ პიროვნებისთვის. ამას გეტყოდათ
ნამდვილად. ასევე გეტყოდათ იმას, რომ ხდება თვითონაც ეს პიროვნება, რომ თქვენც გრძნობთ აი ამ უხილავ კავშირს თქვენ ორ შორის. ეს კავშირი არ საჭიროებს ზედმეტ სიტყვებს. არც გადაჭარბებულ ქმედებებს, ეს კავშირი უბრალოდ არსებობს და არის უწყვეტი. კიდევ მანახეთ რას გეტყოდეთ აბა. 6-იანი ხმლები, არკანის სიკვდილი, არკანი იმპერატრიცა. კი, ნამდვილად მანძილია თქვენ შორის ჩემო ძვირფასებო ეხლა, თუმცა აი რაღაცნაირად აი ეს დარდები, ეს ფიქრები თითქოს იცვლება. აი ნახეთ როგორი სიკვდილის არკანია აბდასტაში, აი ყველაფერი თითქოს ესეთი მოსასხამით, წითელი მოსასხამით შემოსილი და სახის ნაცვლად ამ არკანს აქვს ესეთი ცა, ნაძვი და მთვარე. ნაძვი არის მარადმწვანე, ნაძვი არის ძალიან ხანგრძლივად რომ ცოცხლობს ისეთი მცენარე. ნაძვი არის მცენარე, რომელიც უძლებს ყინვას, თოვლს, ქარს და ასე შემდეგ. და მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ნაძვს სხვათა შორის თითქოს აი მე ესე მომდის, ესე მინდა რომ თქვა. დამიწერეთ კომენტარებში თუ არასწორი ვარ. ნაძვს არ ეცემა მეხი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მის გვერდზე მდგომ მცენარეს დაეცეს მეხი და განადგურდეს. ნაძვი ახერხებს რაღაცნაირად დაიცვას ენერგია და განადგურდეს, თავი დაიცვას განადგურებისაგან. თქვენ შემთხვევაში, რასაც გეტყოდათ ეს ადამიანი, ზუსტად აი ამ თავდაცვით ფუნქციას ხედავს, აი ამ უნარს ხედავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ შეძელით და გადარჩით. თქვენ შეძელით და გახდით თქვენი ცხოვრების ბატონ პატრონი და ამავე დროს თქვენ შეძელით და გახდით ადამიანი, რომელმაც შექმნა საკუთარი რეალობა და საკუთარი პიროვნება ამავე დროს. გეტყოდათ ასევე იმას, რომ ძალიან ამაყობს თქვენით. ძალიან ამაყობს თქვენით. და თქვენ ხართ მისი შთაგონება ერთგვარი, ჩემო ძვირფასებო, აქ რამოდენიმეჯერ მოვიდა შთამაგონებელი არკანი. ნამდვილად შთაგონება ხართ. კიდევ რას გეტყოდათ მისი სული, ახლა ვნახოთ. 9-იანი ხმლები, 3-იანი პენტაკლები და ჩამოკიდებული კაცი. ძალიან ესეთია სევდიანი, რასაც გეტყოდათ. ძალიან წუხს და განიცდის იმას, რომ მას არ შეუძლია რაიმე კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა თქვენთან მიმართებაში, იმიტომ რომ აქ შეიძლება არსებობდეს გარკვეული ტიპის დაბრკოლება, იყოს ოჯახი, რომელიმე თქვენგანის ან ორივეს მხრიდან, იყოს რაღაცა სოციალური სტატუსი, რომელიც ამ ყველაფერს ხელს უშლის, თუმცა რეალურად თქვენ ხართ მის სულში, მუდმივად ხართ მის სულში, მის გულში, მის ფიქრებში, მუდმივად ხართ და სულ ცდილობს რაღაცნაირად ეს პიროვნება, რომ მოვიდეს თქვენამდე, მოაღწიოს თქვენამდე რაღაცნაირად აი ეს კავშირი, რომ მოკლედ არ დაირღვეს თქვენ ორ შორის, მაგრამ ახლა სამწუხაროდ ეგ სიტუაცია ნამდვილად არ არის. კიდევ რას გეტყოდათ მისი სული? თასების მეფე მოვიდა. ჩემო ძვირფასებო, წეღანი თუ გახსოვთ, იდენტიფიკაციისას თასების დედოფალი გამოვიდა. თასების მეფე მოვიდა. მოვიდა არკანის სამართლიანობა, როგორი კარმულია ეს კავშირი.
და ცხრიანების პენტაკლები. კიდევ გეტყოდოთ იმას, რომ სხვათა შორის ყველაფერს აქვს ბნელი მხარე. არ ვიცი ეს რატომ მოვიდა. ყველამ თქვენ თავზე მიიღეთ და გეტყოდათ, რომ ყველაფერს აქვს ორი მხარე, ნათელი და ბნელი. და თქვენ ახერხებთ დააბალანსოთ სიბნელე და სინათლე. თქვენ ახერხებთ ამ ადამიანისთვის, აი მე რამდენად მოვიდა წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი როცა რჩება მარტო, ჩემო ძვირფასებო, მუდმივად ფიქრობს თქვენზე და საერთოდ არ გამოურიცხავ, რომ ამ ადამიანს ჰქონდეს ძალიან ძლიერი ენერგეტიკული გავლენის მოხდენის უნარი. ჯერ ესეთი ქარიზმა წეღან ვახსენე და ნამდვილად შეუმჩნეველი არავის რჩება მისი ქარიზმა, მაგრამ ასევე აქვს გარკვეული ტიპის ეს გავლენის მოხდენის უნარი. ეს არ არის მანდამაინც რაღაცა პრაქტიკოსი და მაგიური შესაძლებლობების მქონე პიროვნება, მაგრამ აი ბუნებრივად რომ აქვს ადამიანს აი ეს უნარი, აი ესეთი სიტუაციაა და აი ამ გარიმდების, მედიტირების, ფიქრების, რომელიც მხოლოდ მის თავშია და არავინ სხვამ არ იცის ის რას ფიქრობს, მუდმივად ხართ თქვენ ამ ფიქრების შემადგენელი ნაწილი. ნახოთ ბოლოს სამი კარტი კიდე რას გვეტყვის. 7-იანი ხმლები. ხმლების მეფე და არკანი ფორტუნას ბორბალი. სასწაულია პირდაპირ, აი საოცარი და დასტის ბოლოს ყავს თასების რაინდი. ჩემო ძვირფასებო, მე მინდა აქ გითხრათ ღმერთო ჩემო, კვერთხების რაინდი, თასების რაინდი და ორიანი თასები დასტის ბოლოს და ასევე თასების დედოფალი. თქვენ ამ ადამიანისათვის ხართ ცხოვრების განუყოფელი, რაც არ უნდა ეცადოს, რომ ამოგიგდოთ გულიდან, ტვინიდან, ფიქრიდან, არსიდან და ასე შემდეგ. განუყოფელი ნაწილი ხართ. ადამიანი, რომელიც მუდმივად დარჩა და დარჩება მის გულსა და სულში, მის ცხოვრებაში, მის აზრში და მის ფიქრში. ადამიანი, რომელთან მოსვლასაც ეს პიროვნება, თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მუდმივად ცდილობს. ასევე გეტყოდოთ იმას, რომ ბალანსი, რომელიც თქვენ შორის არსებობს, აი ესეთი თითქოს, უბრალოდ ბალანსი კი არა, დისბალანსი, რომელიც თქვენ შორის არსებობს, სიამოვნებით ჩაანაცვლებდა ამ ყველაფერს და დააბრუნებდა იმ ძველ სიტუაციაში, სადაც იყო და იცხოვრებდა იქ, იმიტომ რომ აქ ხმლების მეფის ენერგიით ნახეთ როგორი ისევ პიროვნება გამოდის, რომელიც ასე ზემოდან, შორიდან, მთიდან უყურებს განვლილ გზას, განვლილ ცხოვრებას და სიამოვნებით დაბრუნდებოდა იქ, სადაც შეეძლო თქვენს გვერდით ყოფილიყო თავისუფლად. ჩემო ძვირფასებო, რას გეტყოდათ მისი სული და თქვენ ხართ ორი ერთმანეთის ანარეკლი, ორი ერთმანეთის შემავსებელი, ორი ადამიანი, რომელიც არის ერთი მთლიანის ნაწილი და არ შეიძლება რომელიმე თქვენგანმა მთლიანად იგრძნოს თავი ერთმანეთის გარეშე. ამიტომაც არის, რომ თქვენს ენერგიაშიდაც და მის ენერგიაშიდაც ის ბოლო გარდამავალი წამი ძილსა და სიფხიზლეს შორის ერთიც და მეორეც მუდმივად ფიქრობთ ერთმანეთზე, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ერთად ამ ეტაპზე ნამდვილად არ ხართ. თუ მოგეწონათ ეს გაშლა, დააკომენტარეთ, გააზიარეთ ვიდეო და ვნახოთ შემდგომ გაშლებში, თუ მოითხოვთ და დააკომენტარებთ, როგორ განვითარდება და როგორ ხედავს სულების დონეზე სამყარო თქვენ ორის ურთიერთობის განვითარებას. ვნახოთ შემდეგ გაშლაში, თუ რა თქმა უნდა ეს გაშლა თქვენ მოგეწონებათ და ამაზე გამოხატავთ სათანადო ჩართულობას, რეაქციას, უკავშირს და თავისთავად ცხადია მადლიერებას.
გისურვებთ ბედნიერ დღეს, წარმატებებს, მშვიდობას და არ გაწყვეტოთ ეს კავშირი. აი ამას გისურვებთ. დროებით.